ხალხისათვის, ნაცემი ხალხისათვის, ციხეში ჩასმული ხალხისათვის საუბრობენ მათ შორის პარლამენტარები და დეპუტატები. თითქმის ჩვენს გვერდით იყვნენ, ჩვენს გვერდით იდგნენ. მოგცეს არც ტელევიზორში წესიარად არ გვალაპარაკებენ, რომ ადამიანებამდე მივიტანოთ, მიგვაჩნია, რომ საქართველოს მშვიდობის და განვითარების მთავარ ხედავ რომ გვეთანხმებით, უნდა გითხრათ, რომ ამ საარჩევნო პერიოდში მარტო ჩვენს მომხრეებს, ხო, მე მგონი თქვენს დამეთანხმებით იმის მოთხოვნა, რომ არა ჩვენ არ გვინდა რუსეთთან ურთიერთობა დავიბრუნოთ, მაგრამ ეს დაბრუნება რა თქმა უნდა მოხდება. ვალუტის კურსის, ლარის კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებით. მინდა დიდი სიამოვნებით წარვადგინო ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატები, თუმცა ხა წარდგენა დიდად ნამდვილად არ ჭირდებათ, მით უმეტეს აქაურ მოსახლეობასთან. მოხარული ვარ, რომ ადამიანები მოვიდნენ, აინტერესებთ უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით თავიანთი პოზიციების კიდევ ერთხელ დაზუსტება და ხელმოწერების დატოვება და ვთვლი, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნამდვილად მინდა მოუწოდო ჩვენს ამომრჩეველს, ამ რაიონის მოსახლეობას, რომ ჩვენს კანდიდატებს მისცენ ხმა, იმიტომ რომ ნამდვილად საუკეთესო კანდიდატები არიან. გამოირჩევიან ყველა სხვა კანდიდატისაგან თავისი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებით, საქმისადმი მიდგომით, ადამიანებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და სამ ნომერს შემოხაზავენ როგორც ბიულეტენში მაჟორიტარისათვის, ასევე პარტიის ბიულეტენებისათვის. დანარჩენს ბატონი დიმიტრიის ყველანი ესე ვთქვათ, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მართლა ესე ვთქვათ, ლამის ყველა სახლში მივიდნენ, ყველა ეზოში მივიდნენ და ადამიანებს ჩვენი პოზიცია აუხსნან და კიდევ ერთხელ დაარწმუნონ ისინი, რომ ჩვენ მათი ინტერესების განხორციელებისათვის ვიქნებით პარლამენტში წარმოდგენილი. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობის მიერ წარმოდგენილი პროგრამული დებულებები, რომელთან დაკავშირებითაც დღეს იქნება ფართო მსჯელობა და რომელსაც უკვე წარმოვადგენთ როგორც ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის პროგრამას და იქნება ცალკე პრეზენტაცია, იწვევს ძალიან დიდ ინტერესს საზოგადოებაში და თქვენ თავად ვრწმუნდებით, როდესაც ხედავთ, რომ დღეს კიგვიძის ბაღში რამხელა ინტერესის ფარგლებშია შეკრებილი ეს ჯგუფი ადამიანებისა, მინდა თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო და დავპირდე, რომ ყველა ის დებულება, რომელიც პროგრამაში არის გაწერილი, იქნება აღსრულებული და პირველ რიგში ეს იქნება საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. თქვენ იცით, რომ ჩვენ გამოვდივართ უბლოკო სტატუსის იდეით და ამ უბლოკო სტატუსს უწერია აღსრულება სწორედ ძლიერი ლიდერის ხელში. ისეთი ლიდერისა, როგორც გახლავთ ქალბატონი ნინო ბურჯანაძე და ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ყველა ის დივიდენდი, რომელიც უბლოკო სტატუსიდან გამომდინარე იქნება, მათ შორის ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრის კუთხით, იქნება ის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა, რის გამოც ჩვენ საარჩევნო სუბიექტ ნომერ 3-ს ხალხი დაგვიჭერს მხარს. და ეს არ იქნება გამონაკლისი ასევე ნაძალადევის რაიონშიც.